მთავრობამ იმ ბავშვების 6 კატეგორია განსაზღვრა, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ. Როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65,001 ქულაზე ნაკლებია. ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში. განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში. ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში. 2024 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებშიც. პროგრამის ბენეფიციარებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად უსასყიდლოდ გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი. ამასთან ცნობილი ხდება, რომ პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება ბიჭისთვის 1 პიჯაკისა და 2 შარვლისგან, გოგოსთვის 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისგან. შეგახსენებთ 2026-27 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს საგანმანათლებლო რესურსები კომპანია შპს გლორი ტექსტილი ინდუსტრიისგან შეიძენს. ეს კომპანია ჩინეთში დაფუძნებული საწარმოა, საქართველოში კი რეგისტრირებულია 2026 წლის მარტში. რაც შეეხება ფორმების ფასს, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის, პიჯაკის ფასი 45 ლარია, შარვლის 25 ლარი. ამასთან მოკლე ქვედაკაბის ფასი 25 ლარით განისაზღვრა, 25 ლარი ეღირება გრძელი ქვედაკაბაც. შორაპნის ციხესიმაგრისა და ისტორიული შენობების რეაბილიტაციის შესაძლებლობით მუნიციპალური განვითარების ფონდი ინტერესდება, რათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა მოთხოვნის შესაბამისი კვლევებისა და აუცილებელი პროცედურების გათვალისწინებით მათი აღდგენის პერსპექტივა განიხილოს. ამ მიზნით ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან ილია ბეგიაშვილთან და ბათუ გურჯიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი შონიასთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა შორაპნის ისტორიულ უბანში შორაპნის ციხისა და ისტორიული რკინიგზის სადგურის მდგომარეობას გაეცნო. შორაპნის ციხე ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც ზესტაფონის სავიზიტო ბარათად მოიაზრება, უძველესია საქართველოში. ის მნიშვნელოვან სავაჭრო და სტრატეგიულ გზას აკონტროლებდა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილია. მის მიმდებარედ არსებული რკინიგზის სადგური კი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო სადგურია, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა და რეგიონის სატრანსპორტო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არქიტექტურულად გამორჩეულია ასევე ყოფილი ქარხნის ელექტროელემენტის ტერიტორია, რომელიც წარსულში შორაპნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმო იყო. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჯარის ბანაკის მე-7 როტაცია დასრულდა. მასში წარმოდგენილები იყვნენ მოსწავლეები ზესტაფონიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან, ქობულეთიდან და თბილისიდან. ერთი კვირის განმავლობაში სერჟანტ ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მოზარდებმა შეისწავლეს საცეცხლე, სამთო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება, ასევე სამხედრო ნავიგაცია, ტოპოგრაფია და საფრენი აპარატების მართვა. ისინი სამხედრო ისტორიკოსებს, ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ. ერთ-ერთი საღამო საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასის წარმოდგენას დაეთმო. მოზარდებს სასულიერო პირებთან სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მავნე ჩვევების ნეგატიურ გავლენასა და ღირებულებებზე საუბრის საშუალებაც ჰქონდათ.
თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტ ჯარის ბანაკი მეოთხე წელია ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. თავიდან მართალია პირველი 2 დღე ცოტა რთულია შესაჩვევად, მაგრამ შემდეგ რომ შევეჩვევით ჩვენ საქ-გარემოს სერჟანტები იყვნენ ჩემთვის ძალიან პროფესიონალი ადამიანები, იმიტომ რომ რა კითხვაც არ უნდა გამჩნიო და ყველაფერზე პასუხი მივიღე და დაუკმაყოფილდი და ამის გამო ურჩევ ჩემ ტოლბავშვებს, ბიჭებს, გოგონებს რომ წამოვიდნენ, იმიტომ რომ მაინც კარგი გამოცდილება არის და კარგი ემოციებით წავალთ აქედან. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა სერჟანტების მეგობრული ხასიათები და ქცევები ჩვენს მიმართ. ასევე ძალიან მომეწონა თითოეული აქტივობა და გამოვარჩევდი სამედიცინო კუთხის აქტივობას, რადგან მომავალში მინდა სამედიცინოზე ჩაბარება. ჯარის ბანაკში ყველაზე მეტად საინტერესო არის პირველად სამედიცინო გადაუდებელი დახმარების კურსებს გადიხარ სპორტულ აქტივობებს და ეჩვევი იმ ცხოვრების სტილს, რაც აუცილებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯარის ბანაკზე ყველა ზოგადად ძალიან კარგად საუბრობს, ძალიან კარგი დაბეჭდილება აქვს ყველას და მე პირადად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან ერთად ყოფებს, ძალიან ბევრ წყდება გული, რომ დღეს თავდება ეს ყველაფერი და ყველაფერი არის ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან მაღალ ხარისხზე და რაც შეეხება სერჟანტების დამოკიდებულებას, არის იდეალური. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში, რადგან აღრმავებს პატრიოტულ სულისკვეთებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ასევე ინფორმაციას აწვდის თავდაცვის ძალების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 12 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ძებნილი პირი იმერეთის რეგიონშივე დააკავა. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში. მოგესალმებით ესტაფონიდან კომპანია მეგაპიქსიდან. ჩვენ კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს უახლესი თაობის დანადგარი, რომელიც პრემიუმ ხარისხის მეტალის სახურავებს ანზომებს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გაგიმზადოთ ნებისმიერი სიგრძის, სისქითა და ფერის სახურავი. ჩვენთან სიზუსტე, სისწრაფე და პროფესიონალიზმი გაერთიანებულია, რათა იდეალური შედეგი მიიღოთ უმოკლეს დროში. მეგაპიქსი, შენი საიმედო კომპანია მშენებლობაში.